ეხლა მინდა განახოთ თუ როგორ ხდება პროგრამაში, ასე ვთქვათ, რენდერის გაკეთება. აი აქ ხედავთ ახლა ჩვენ გვაქვს გამზადებული პროექტი და მოდი გავაკეთოთ რენდერი, მაგრამ მანამ სანამ დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ კედელი მოაპირკეთოთ, მაგალითად შეხვიდეთ აი აქ C-ში და ნახეთ C-ში რო გადავედით, მოდი ავიღოთ მაგიდები, ანაირი მაგიდები გვაქვს, თქვათ არის აი ესეთი მაგიდა, მოდი ეს მაგიდა დავდგათ აი აქ, ხო? ეხლა ამ მაგიდა შეგვიძლია მოკლედ აი აქ დავაწყაპუნოთ და ის არის გავუკეთოთ ჩვეულებრივი და როგორც გვინდა ისე დავდგავთ. შეგვიძლია ეს მაგიდა პრინციპში ესეთ შემოვატრიალოთ, ესე დავდგათ. მოდი კანადასთან კიდევ ნახოთ როგორ დგას, აი აქეთ გამოვიტანოთ, კიდევ აი აქეთ დავდგათ, აი აქეთ. და მოკლედ გვაქვს ასევე სკამებიც. აი რო გადავიდეთ აქ, ეს ტულია. სხვადასხვანაირი სკამები არის, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და მიუდგათ ამ მაგიდას. ну, მაგალითად აი ესეთი სკამი. აი ერთი ცალი. მე ამას უცად დუბლირავად და გააკეთოთ მეორეც. თუმცა ეს სკამი შეგიძლიათ ახლა ესე მოვატრიალოთ. ბუტონი აი ესე და აი აქ მიუდგათ მაგიდას ცოტა იქ. ეს მაგიდა მივატრიალოთ ესე. არა ბატონო. აი ესე დავდგათ მაგიდა, ეხლა ეს სევიდან დავხედოთ მოდით და უფრო ზუსტად გავასწორებთ ამებს ყველაფერს. წერანაც ეგრე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ნუ აჰა, აბატონო. ესე არის, ესეც ცოტა გავასწოროთ. აბატონო, ესეც გავასწოროთ. აბატონო. აბატონო, ესეც გავასწოროთ. აჰა. ეხლა ესენი ცოტა წამოვიღოთ აქეთ. ესე დავდგათ, ესე წამოვიღოთ აქეთ და ესე დავით ცოტა შეწიოთ შიგნით. ну, რენდერის გაკეთება თქვენც მოგეხსენებათ, რომ ცოტა წვალებას მოითხოვს, მაგრამ ესეთი რაღაცები რო განალაგოთ, ну, რას იღებთ. კარგით, მეც არაფერს აღარ გამოვიტან. ერთი ამინდა გითხრათ, როგორც კი D-ში გადადიხართ, ხო? ეს ყველაფერი რენდერის ქრება, მაგრამ როგორც კი გადმოხართ C-ში, მაშინვე გამოჩნდება ყველაფერი. ეხლა მოდი გადავიდეთ ეხლა D-ში, ისევ C-ში და ვნახოთ რენდერი როგორ კეთდება. აქ გვაქვს აი ესეთი ნატურა, ამ ნატურას რო დავაწვევით, გამოიტანს მაშინვე რენდერისთვის საჭირო განათებებს. და როგორც კი ავირჩევთ აი ამას, გვეკითხება, რომ ავტომატური განათება დავაყენოთ თუ არა. ну, კი ბატონო, ეუბნებით yes. დააყენა ავტომატურად თვითონ, ყველა განათება თვითონ ავტომატურად დააყენა და უნდა ჩავთვათ ეს ყველაფერი. აი აქ ეს არის ჩართვა. აბატონო ჩავთეთ და თქვენ თვითონ ნახეთ, რომ როგორ გაანათა აქ ყველაფერი, ხო? ავტომატურად ეხლა თქვენ შეგიძლიათ ეს მაგალითად აი გადაიტანოთ, აქიდან აქ მიიტანოთ და ყველა ნატურას მიცეთ, ასე ვთქვათ, რაღაც დატვირთვა რა. შეგიძლიათ ცოტა ფერებით შეუცვალოთ, აი ინტენსივობა ფერების მოუმატოთ, თუნდაც აი ამასაც რო დააწვევით, ხო? აი ნახეთ, ავანთე ესეც და ინახეთ როგორ აინთო. აი ესე და ფერების ასე ვთქვათ, ხდება აი აქაც
გამოირთო, მაგრამ აი ნახეთ, აი ამით ხდება შეგიძლია ცოტა ეხლა ძალიან ისე მცირედად ხდება, მაგრამ აი ნახეთ ძალიან დიდხანს უკავთ როგორ შეიცვალა აქ ფერი. იგივე აქაც. ნახეთ აი დააკვირდით როგორ იცვლება ფერები. ნუ ძალიან იმათ არა, მაგრამ იცვლება. და ნუ თქვენ შეგიძლიათ ესენი გადაადგილოთ და მოვახდინოთ ფერთა ცვლილება. ამის შემდეგ შედიხართ ვიდში და ეუბნებით render აი ამას და აი ნახეთ ეს ყველაფერი როგორ ნუ აქ ახლა ძალიან გავანათლე, რა თქმა უნდა თვითონ ავტომატურად როცა გაანათა არის ცოტა სხვანაირად განათება. ეხლა როგორც კი გადავდივართ აი აქ აბატონო დავიდა ყველაფერი თავის ადგილას. აქ შეგვიძლია ჩვენ ახლა ნახეთ გადავიყვანოთ ერთიან განათებაზე, გამოვიტანოთ ეს ერთიანი განათება და თუნდაც გავანათოთ ჩვენი მაგიდა, აბატონო. ძალიან ბევრი დამატება მოგვიწია, მაგრამ ნუ კიდე შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთი ნატურა, მაგალითად, აი აქედან და დავუდგათ აი მაგალითად აი აქეთ. და დაინახეთ რომ აქაც როგორ გაანათა, რაღაც ჭრდილები და ისინი შექმნა. ნუ ეს რა თქმა უნდა ცოტა ისეთი სამუშაოა, მაგრამ ნაგვანი თქვენთვის გასაგები არის, მე როდესაც შედიხართ ისე აი ვიდში ეუბნებით აი lights აი რენდერი სხვა ტიპის რაღაცები არის, რომელიც თქვენ მოგეწონება, თქვენ თვითონ შეგიძლიათ აარჩიოთ. ანა ესეთი. და ეს არის ფაქტურად შეიძლება იყოს რენდერი. რა თქმა უნდა, თუ კედლებზე რაღაც არის პროგრამაში, შეგიძლიათ კედლების მოპირკეთებაც გააკეთოთ, ან შემოიტანოთ რაიმე დეტალები კედლებისთვის, მოაპირკეთოთ და შექმნათ რენდერი. მე მგონი სავსებით საკმარისი არის ინფორმაცია იმისთვის, მივხვდეთ თქვენ თუ აი ესეთი ტიპის რენდერი როგორ შეიძლება გააკეთოთ და ცოტა უფრო უმაღლესი ხარისხის და მე მგონი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ეს. მინდა ამით დავასრულო ეს ვიდეო და დაგებშრებოთ. კარგად გრძანდებოდეთ.